გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე. ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. აღიარება, რომ ევროკომისია ენჯოების დასახმარებლად კანონის დარღვევის გზებს ეძებს. ასე აფასებს ქართული ოცნება მარტაკოსის განცხადებას. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება ის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფულის სამოქალაქო საზოგადოებას, ისე რომ ისინი არ დაზიანონ. ოსის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა. თემაზე მუშაობს ქეთი ზანთარაია და ის შემოუერთდება ახლა კურიერის ეთერს. ქეთა გისმენთ. მარტაკოსის განცხადებით თანხები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული არის, ის გაორმაგებულია და როგორც ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს, ეს თანხები მომავალში გაიზრდება კიდეც. ახლა კი მთავარი პრობლემა და ბარიერი არის ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართული NGO სექტორის ანგარიშებზე ის დაფინანსება, რომელიც არის გათვალისწინებული უცხოეთში, სწორედ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. როგორც ევროკომისარი გაფართოების საკითხებში აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მუშაობენ, ეძებენ გზებს იმისთვის, რომ მოიფიქრონ გარკვეული ფორმა იმისთვის, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს დაფინანსება მიიღონ, თუმცა არა ისე, რომ მათ სამომავლო მუშაობას და არსებობას საფრთხე დაემუქროს. როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატები აქტიურად მუშაობენ. თავად ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში დღეს საუბრის დროს აღნიშნა, რომ გასულ კვირას შედგა შეხვედრა ყველა კანდიდატი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათ შორის ამ შეხვედრას ესწრებოდა წარმომადგენელი საქართველოდანაც. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა მდგომარეობა ძალიან რთულია, რადგან როგორც იცით, მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის ვაძლევთ დაფინანსებას. თანხები უკვე გათვალისწინებულია, უფრო მეტიც, ისინი გაორმაგებულია და კიდევ გაიზრდება. ჩვენ ახლა ასევე ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ მათ არსებობას ზიანი არ მივაყენოთ. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა შეხვედრა ყველა კანდიდატი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათ შორის იყო წარმომადგენელი საქართველოდანაც. ვინ იყო წარმომადგენელი საქართველოდან შეხვედრაზე, რომელზეც საუბრობს ევროკომისარი, ეს ჯერჯერობით უცნობი არის. ჩვენ რა თქმა უნდა დღეს დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ისინი ამბობენ, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამისად უპასუხოდ ტოვებენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზებზე შეიძლება მუშაობდეს ევროპა იმისთვის, რომ დაფინანსება, რომელიც გათვალისწინებული არის ქართული NGO სექტორისთვის, სწორედ მოხდეს ადრესატებთან. არ ყოფილვარ მაგ შეხვედრაზე. მანდ არ ყოფილვარ, სხვა შეხვედრებზე ვიყავი. პირველ რიგში იმაზე კი პასუხობთ, რომ მიაშენდა ყოფილვარ და არტიქცია ამ საერთო ორგანიზაციას არ წარმოვადგენ. პირდაპირ გეტყვით, რომ არ მაქვს და ინფორმაცია ობიექტურად რაც გულისხმობს და არტის გზები, რასთან დაკავშირებითაც ფიქრობს განცხადების ავტორი. მარტაკოსის განცხადება სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის ეს არის თვითლუსტრაცია და აღიარება. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ხმარდება რეალურად ის დაფინანსება, რომელიც გათვალისწინებული არის სწორედ არასამთავრობო სექტორისთვის. ეს არის სკანდალური განცხადება, ვინაიდან ევროკომისარი პირდაპირ აღიარებს, რომ თურმე ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა მოხდეს დაფინანსება არა სამოქალაქო საზოგადოების სინამდვილეში, არამედ აგენტურული ქსელის და ეს ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს დასპონსორება ჩვენს ქვეყანაში ძალადობის, ექსტრემიზმის და შიდა ტერორიზმის, რაც დაუშვებელია და ფაქტობრივად ამის აღიარებით ჩვენებას იძლევა, მაგრამ აქედან ისიც ჩანს, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები არის დაცული, ქართული დემოკრატია არის დაცული და როგორც არ უნდა ეცადონ ამ ქვეყნში და თუ გარე აქტორები ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტს, ამას ვერასდროს ვერ შეძლებენ და არ არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში ისეთი შავი ხვრელები, სადაც ისინი ხელს მოითმობენ. ასეთ თვითლუსტრაცია არ გაგვიგია. დემოკრატიულ სამყაროში ესე არ ხდება. პირიქით, მარტაკოსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომისარი, მხარს უნდა უჭერდეს იმას, რომ გამჭვირვალედ იყოს ყველა თანხა ჩარიცხული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.
თვითონ როგორც ეძახიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. ზუსტად იმ პროექტების განხორციელებლად, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას ხელს უწყობს განავითაროს საკუთარი დემოკრატია, პოლიტიკა, სხვადასხვა დარგები ამა თუ იმ მიმართულებით. ეს ჩვეულებრივი ამბავია. და როდესაც შენ ფიქრობ და ცდილობ, რომ ეს არ იყოს გამჭვირვალე, შემოიტანო ისეთი თანხა, რომელზეც არანაირი კონტროლი არ ექნება სახელმწიფოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედაც იმ მიმართულებას და იმ სცენარს ანვითარებ, რომელიც შენვე დაწერე და გინდა რომ შენივე ფულით განხორციელდეს. ეს არის ექსტრემიზმი, ეს არის რევოლუციის განხორციელების ცდელობა, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში არაფერს ვიხილეთ, მათ შორის იმ თანხის გამოყენებით მეტწილად, რომელიც შემოდის ისეთი ფონდებიდან, რომელსაც თითქოს და იცავს მარტაკოსი. საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე მარტაკოსმა ისაუბრა იმ პანელურ დისკუსიაზე, რომელიც გაიმართა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში და ერთ-ერთი კითხვა სწორედ NGO-ების დაფინანსებას ეხებოდა. მადლობა ქეთი, თქვენ უსმენთ ქეთი ზანთარაიას. ევროკომისიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7.3% იქნება. უკრაინის და მოლდოვის კი 1.6. ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზის შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერ დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს. ეს მონაცემები ქართული ოცნებისთვის ორმაგი სტანდარტის და უსამართლო დამოკიდებულების კიდევ ერთი დასტურია. მართლ გუნდში გაიხსენეს ევროკავშირის ელჩის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც პაულ ჰერჩინსკი თქვა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან. ციფრები ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულია მოატყო და საზოგადოება და დამალოს სიმართლე. ევროკომისიას სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, სადაც უარი თქვა საქართველოს ეკონომიკური მიმართულებების შეფასებაზე და რეალურად ეს ანგარიში არ ასახავს იმ რეალურ სურათს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზე და სულ რამდენიმე დღის შემდგომ აქვეყნებს პროგნოზებს, თუ როგორი არის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, სადაც სულ სხვა სურათი იხატება და ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც, ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი, რეალურად საუბარი, იმიტომ რომ სწორედ ეს ჭირდება, ეკონომიკური სიძლიერე ჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა გამომიჯნოთ ერთმანეთისგან ეკონომიკა და პოლიტიკა. ევროკავშირის ელჩი და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძირითადად მიგვითითებენ იმ ჩამორჩენაზე, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ ნებასთან, ისწრაფვოდეს ევროპული მომავლისკენ. უკრაინა და მოლდოვა, განსაკუთრებით მოლდოვა, მიისწრაფვიან ევროპისკენ. ისინი დგამენ ნაბიჯებს საკუთარი კანონმდებლობის დაახლოვებისკენ ევროპულ კანონმდებლობასთან და ასე შემდეგ. საქართველოს საპირისპირო საკითხებს. საქმე გვაქვს ნამდვილად კლასიკურ ორმაგ სტანდარტთან, იმიტომ რომ ერთის მხრივ საერთოდ ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ენაში აჩვიეს, რატომღაც თვლიან, რომ შეუძლიათ არ კონდეთ მტკიცებულება, არგუმენტი, მაგრამ შეუძლია მაინც ქვეყანა აკრიტიკონ. მით უმეტეს შეადარონ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ხელის გულზე დევს ყველა სტანდარტით, ყველა კრიტერიუმით, ყველა ინდექსით არის ბევრად ჩამორჩება სახელმწიფოს ეს ქვეყნები. საქმე გვაქვს კიდევ ერთხელ პოლიტიკურ манипуляციასთან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთის მხრივ გვესმის ეს პოლიტიკური ხმადაღებული განცხადებები, მეორეს მხრივ მათსავე სტატისტიკაში, არათუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მათსავე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებშიც ქვეყანა ლიდერობს უამრავი მიმართულებით. სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს ქართული ოცნება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ასამბლეაზე დამტკიცდა დოკუმენტი, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს. ეს ინფორმაცია არც ხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება. აცხადებს მაია ბითაძე, რომელიც სტამბოლში ეუთოს კონფერენციაზე იმყოფება. მისივე თქმით, ეუთოს ფორმატში იპიპის არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს და
ოპოზიცია დეზინფორმაციულ კამპანიას აგრძელებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ. გვაქვს ძალიან სამარცხვინო ფაქტთან, რამდენად ლეგალურია ეს ფაქტი, ეს განხილვის სხვა თემაა, როდესაც ეუთოს სახელის გამოყენება ხდება ამ შემთხვევაში ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან, ამგვარი განცხადება შეხვედრაზე არ გაჟღერებულა, ასეთ განცხადებას ჩვენ ვერც ეუთოს ვებგვერდზე ან ჩანაწერებში მოვიპოვებთ, ეს არის არარსებული დოკუმენტი ეუთოს ფორმატისთვის, იმიტომ რომ ეს არის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის, ასე ვთქვათ, შიდა დოკუმენტი, ასევე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ეუთოს ფორმატში ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ გააჩნია, აქ პრაქტიკულად საქმე გვაქვს დერეფნებში, ასე ვთქვათ, მუშაობასთან, როდესაც რაღაც არაფორმალურად ვიღაცამ რაღაც აზრი გამოთქვა და ეს ეუთოს რეზოლუციად არის გასაღებული, შეიძლება ითქვას გარკვეული პოლიტიკური და დიპლომატიური სკანდალიც არის, როდესაც ევროპის სახალხო პარტიის ქართველი წარმომადგენელი თინა ბოყუჩავა ეუთოს სახელით საუბრობს და ვფიქრობ, რომ ამას სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს და ჩვენ პარტნიორებს ეუთოში აუცილებლად ჩავაყენებთ ამის თაობაზე საქმის კურსში. თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე გამოიკითხა. ჭოლაძე საგამოძიებო უწყებაში გიორგი გახარიას საქმეზე დაიბარეს, მან ჩვენება 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით მისცა. ჭოლაძის განცხადებით ბრძანებებს პარლამენტის შენობიდან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია გაცემდა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აქციის მიმდინარეობის პარალელურად გერმანიის ელჩი იმყოფებოდა. თელის პროცესის განმავლობაში, როცა გადავედი, იქ ვიყავი და მე ვიყავი იმ ყველაფრის შემსწრე, რაც იქ ხდებოდა. ერთი ოთახი იყო იქ, მხოლოდ სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა არუსი დეპუტატები, მე და იყო მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემდა ბრძანებებს. მე პირადად ეს ვუთხარი, რომ მისი იყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი. კიდე გავიმეორებ ვენის კონვენციას, მიუღების სახელმწიფო ვალდებულია, უბრალოდ ვალდებულია ელჩის უსაფრთხოება უზრუნველყოფა. გულისხმობთ ოპერატიულ ნაწილს, ის არავის არ უზიარებდა, ის თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მესიჯს, თვითონ რომელიც გემახსოვრებათ, რაც პრემიერმა მაშინ განცხადება გააკეთა. ნორმალური პროცესია, როდესაც მინისტრი პრემიერ-მინისტრს ეუბნება კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით რა უნდა ისაუბროს და ეხლა ის არის ამაზე პასუხისმგებელი, შესაბამისად მან უკეთ იცის, არ შეიძლება პრემიერმა უკეთ იცოდეს რაღაცა კონკრეტული ოპერატიული ღონისძიების მიმდინარეობა და მსვლელობა. შესაბამისად მან უთხრა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამის საჭიროება არ არის. შესაბამისად წავიდა პრემიერმა განცხადება გააკეთა, დადგა პრესასთან და უთხრა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ შესაბამისად ამის გაკეთებას. რამოდენიმე წუთში დაიწყო მიტინგის თუ დემონსტრაციის დარბევა. ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის BP ტრანსის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რაც შეეხება კიდევ 4 პირს, ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. კვარაცხელიას ადვოკატის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის გამოც მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძვლები აღარ არსებობდა. შუამდგომლობას პროკურორიც დაეთანხმა. ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ 5 პირს ბრალდება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების ფაქტებზე წარუდგინეს. რას მიიღებს ქვეყანა იგლჰილსის პროექტისგან? პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ვრცლად კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა კომერციული ხელშეკრულების შესახებაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან 33%-იან მოგებას მიიღებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით ეგრეთ წოდებულ არაბიზაციაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა. 6.6 მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ კი კამპანია ლელოს ლიდერებმა მიზანმიმართულად დაიწყეს. ხელისუფლების მხრიდან ბუნდოვანი არაბული პროექტის შედარება ანაკლიის სპორტის პროექტთან არის უბრალოდ კომიკური, დანაშაულებრივი და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო. შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ერთის მხრივ ანაკლიის საპორტო პროექტი
რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია საქართველოს გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, ჩვენ ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენ საერთაშორისო როლთან, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებთან და მეორეს მხრივ ამას შეადარო დეველოპერული პროექტი, ბუნდოვანი კონტრაქტით, რომელიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. არც ქართული მიწა სხვისდება და არსებული რეალური სტატისტიკური მონაცემით არის სრულიად ტყუილი ის შფოთის შეტანის ცდელობა თითქოს რაიმე ფორმით ეთნიკურად რაღაცა მოჭარბებით მოხდება ამ ორ დასახლებაში ქვეყნის არამოქალაქეების ჩამოსვლა. აი ამ პირობებში ის მაინც ბედავს, იცის რა, რომ ხელშეკრულება, რომელიც იდება სახელმწიფოსთან კომერციულ საწყისებზე, ექვემდებარება გრიფით საიდუმლოს, ასე ვთქვათ, გრიფით საიდუმლოს და თვითონ ქონდა მსგავსი ანალოგიური მოცემულობა კონსორციუმის შემთხვევაში ანაკლიას გულისხმობ, დღეს მაინც ამბობს იმას, რისი თქმის მორალური უფლებაც არ გააჩნია ნებისმიერ სინდისიერ და პატიოსან ადამიანს. დავიწყოთ იმით, რომ თავად ტერმინი არაბიზაცია არის წარმოუდგენლად დისკრიმინაციული, არის ქსენოფობიური და ალბათ ყველას ვთხოვდი, რომ აღნიშნული ტერმინისგან თავი შეიკავოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ერის და ხალხის წარმომადგენლების ასეთ კრებსითა და ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება ზუსტად ჯდება ჩვენი რადიკალი ოპონენტების სტილში. ხაზარაძისთვის და მისი გუნდის წევრებისთვის ანაკლიის პროექტი იყო საკუთარი ინტერესების და საკმაოდ სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც არ გამოუვიდათ, ამიტომ რა თქმა უნდა, ნამდვილად ვერ შევადარებთ ანაკლიის მისეულ პროექტს, Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც თავისი ეკონომიკური მაჩვენებლებით, თავისი დანიშნულებით, საქართველოს სტაბილურობისთვის, ეკონომიკური სტაბილურობისთვის Eagle Hills-ის პროექტის მნიშვნელობით ნამდვილად შეუფასებელია. პროექტის უპირატესობებზე პრემიერ-მინისტრმა აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის განვითარებას. ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები ექვემდებარება კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას და ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს, პარტია ლელო და მისმა ლიდერმა. და მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თვითონ ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან, მთავრობასთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც იყო ასევე ზუსტად იგივე წესით გასაიდუმლოებული და ახლა ეს ადამიანი, რომელიც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, ასეთი ადამიანი სპეკულირებს. ხო მე უსმენდი მას თავის დროს, რაც ამ განცხადებებს აკეთებდა. პირველად ვიგრძენი, რომ მანაც კი უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. აი ესეთი რაღაცა დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ მანაც კი უხერხულობა იგრძნო. სხვა დროს სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ შემთხვევაშიც ამ სტატუსის მინიჭება. ხა მიზეზს რაც შეეხება, მიზეზი არის მარტივი, ხო? ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება ექვემდებარება ბუნებრივია შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე. ვიდრე ჩვენ გავაფორმებდით საბოლოო ჯამში Eagle Hills-თან შეთანხმებას, ამას წინ უძღოდა დაახლოებით 3-თვიანი, 4-თვიანი მოლაპარაკებები, თითეული პუნქტი თანხმდებოდა, თითეული დეტალი თანხმდებოდა და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესებში იყო, რომ მაქსიმუმი წამოიღო ამ შეთანხმებიდან. ერთ-ერთი პუნქტი, რაც ნიშნულოვანი იყო ჩვენთვის, ეს არის მაგალითად 33%-იანი მოგება, რომელიც წამოიღო უშუალოდ სუფთა მოგება, რაც წამოიღო სახელმწიფომ ამ პროექტიდან, ხო? შეიძლება აქ ჩვენ თხოვეთ პარტნიორ კომპანიას, რომ მოეცა ჩვენთვის უფლება ამაზე გვესაუბრა საჯაროდ, მაგალითად ამ 33%-იან დათქმაზე, რომელიც არის ხელშეკრულებაში ჩადებული და მადლობა მათ, რომ ამის საშუალება მოგცეს მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული. ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო და მხოლოდ დადებითი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კიდევ ერთხელ ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ პლუს 700 მილიონი ლარი, რაც ორი სხვადასხვა ფორმით შევა ბიუჯეტში, ეს არის გადასახადები დაახლოებით 500 მილიონი და 200 მილიონი პლუს მოგება ამ 33%-დან.
ეს არის ეკონომიკაში დამატებითი შენატანი. დაახლოებით 11 მილიარდი ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ანუ უზარმაზარი მასშტაბის ეფექტია საუბარი, ხო? ეს მეორე. რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარება შეუწყობს ხელს დასაქმება. აქაც კონკრეტული მონაცემები გამოვიტანეთ, ხო? ანუ რამდენი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია შეხვდა. ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ეგრეთ წოდებული დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა შტატებთან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებით. ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 122 შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გადავისублება კიდევ ერთხელ მოითხოვა ცხინვალის ციხეში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. ასევე იმსჯელეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩორჩანას საგუშაგოს თემაზეც. დღის წესრიგის მთავარ საკითხს, როგორც მოგახსენეთ, წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. განვიხილეთ საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. საქმე გულისხმობ უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედების მიუღებლობის შესახებ. ამ საკითხს საოკუპაციო რეჟიმი მუდმივად აყენებს და აცხადებს, რომ ეს არის საფრთხე. ამ კუთხით მინდა აღნიშნო, რომ პოლიციის სტანდარტული პოსტი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. საფრთხეს წარმოადგენდა თავის დროზე მისი დანაშაულებრივი მიზნით ჩადგმა. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებებს დაუყოვნებლივ პოსტის აღების თაობაზე, ამაზეც არსებობს ცენტრალური ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, რაც მათ კიდევ ერთხელ ეუწყათ. კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს საუკეთესო 30 ათეულში და ევროპის საუკეთესო 20-ელშია. რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო. 29 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მე-19 ადგილი დაიკავა. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ანგარიში გულისხმობს მთავრობის უნარს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით. ამ მიმართულებით ცნობილია, რომ მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა, როგორც ადგილობრივ, ისე თვითმმართველობის დონეზე, განსაკუთრებით ცენტრალური ხელისუფლებას აქვს უამრავი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კერძო ინიციატივების ბიზნესის დახმარებას, სუბსიდირებას, გარკვეული ბიზნესების წახალისებას, ახალი სფეროების განვითარებას, შესაბამისად არ არის გასაკვირი აღნიშნული ადგილი მსოფლიოს რეიტინგში. მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. თბილისში 2 დღის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიებას საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა შეაჯამეს. ფორუმის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმასა და მიმართულებებზე. სომხეთის დელეგაცია მოინახულა ასევე თბილისის იუსტიციის სახლი და ქალთა ნომერ მე-5 პენიტენციური დაწესებულება. მოხარული ვარ, რომ მე-6 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი წარმატებით დასრულდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფორუმის ფარგლებში ჩვენ შევქმნით სპეციალური ჯგუფი, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გვექნება თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გავხადოთ. ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულმა მხარემ უკვე გაიარა ვიზა ლიბერალიზაციის მიღების პროცესი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება. ამ პროცესში მეტი ჩართულობა და მომავალში შეცდომების თავიდან არიდება.
ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განხილულ იქნა ქართველი და სომეხი კოლეგების მიერ, ეს იყო ის გამოცდილება და ის დახმარება, რაც შეუძლია საქართველოს გაუწიოს სომეხ კოლეგებს, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში. ფორუმის ფარგლებში არაერთ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე იქნა გამახვილებული ყურადღება, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, ადამიანის უფლებების ნაწილში, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ნაწილში. მიმდინარე ფორუმის ფარგლებში ჩვენი სომეხი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესია გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება ევროინტეგრაციის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის მიმართულებით, ასევე როგორ მოქმედებს საქართველოში ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცედურები. მაკაბოჭორიშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქნესეთის თავმჯდომარესთან გამართა. მანამდე მაკაბოჭორიშვილი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. ვიზიტის ფარგლებში მაკაბოჭორიშვილი ასევე ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, საკმაოდ მჭიდრო არის ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოდ და კარგად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე და ვისაუბრეთ სამომავლოდ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე, რაც არსებობს ჩვენს შორის და ჩვენს ხალხებს შორის და იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც მეტი ძალისხმევა არის საჭირო, იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ბიზნეს კავშირების გაძლიერება, რაც პოზიტიურად უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის მეორე ეტაპი დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფთა. წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები. პარალელურად მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების საჭირო რაოდენობა უკვე შემოტანილია. სახელმწიფო წამლებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის. დასრულების ეტაპზეა სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება. უწყებაში აცხადებენ, რომ რიგ მედიკამენტებზე ფასები 10-ჯერ შემცირდა, რასაც ხელი სახელმწიფოსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მიღწეულმა პირდაპირი შესყიდვის შეთანხმებამ შეუწყო. ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად გადაჭარბებული ფასნამატებით ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში თვითონ მომხმარებელზე, თვითონ პაციენტებზე უარყოფითად დაისახებოდა. ამჟამად ჩატარებული რეფორმის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ფასების კლება იქნება დამახასიათებელი ამ ეტაპისთვის და შესაბამისად მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება ცალკეული მედიკამენტები. სამინისტრომ გამოავლინა, რომ კერძო იმპორტიორები წამლებზე ფასებს ზოგ შემთხვევაში 800%-მდე ზრდიდნენ, რასაც საცალო სააფთიაქო ქსელში არსებული ფასნამატიც ემატებოდა. შედეგად მომხმარებელს საჭირო წამლის შეძენა რეალურ ღირებულებაზე ბევრად ძვირად უწევდა. შემცირებული ფასები, გაზრდილი ხელმისაწვდომობა და არამიზნობრივი მოხმარების პრევენცია. მედიკოსები რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რეფორმა, რომელიც ეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართოდ გაცემას და რეალიზაციას, დაიცავს უნებართოდ მოხმარების პირობებში ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ასევე დაიცავს მათ სიცოცხლეს. შემცირდა კიდევაც ამ მედიკამენტების არალეგალური მოხმარება და რა თქმა უნდა ინტოქსიკაციის შემთხვევებით შემცირდება, ასევე სააფთიაქო ნარკომანიის შემთხვევებით სტატისტიკურად ბევრად უკვე შემცირდა. ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციაზე კონტროლს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. მედიკამენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა. ნებისმიერი გადაცდომა კი კანონით რეგულირდება. კონტროლი იქნება მკაცრი, აუცილებლად ყველა ამ მედიკამენტის როგორც ფასი, ასევე რეცეპტი, ასევე მისი გაცემა და საჭიროება იქნება მკაცრად აღრიცხული და მე დარწმუნებული ვარ, რომ
პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ ეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ასეთი არაერთია პაციენტი, მიიღებენ ამ მედიკამენტს პირველ რიგში დროულად, მეორე რიგში დაბალ ფასად და მე თვითონ მათგანს უსურვებ, რა თქმა უნდა, გამოჯამთელებას. მედიკამენტების მარაგების შევსებით სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპს ასრულებს. მანამდე კერძო სუბიექტებს ოპიოდებით ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება აეკრძალათ და სერვისი სრულად სახელმწიფო მართვაზე გადავიდა. ცვლილებები ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. პროკურატურამ არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულმა მამაკაცმა მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავებმა 146 შეკვრად დაფასებული 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავბაზარზე დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს. დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. დაკავებული საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების დაფასებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განათლების მინისტრი ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია. დაათვალიერა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნო. გივი მიქანაძე ინსტიტუტის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. ჩვენ დაუფიქსირეთ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა და მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, განსაკუთრებით სარკინიგზო ტრანსპორტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც არსებითად მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური პროექტების კონტექსტში, რომელიც საქართველოში ხორციელდება, განსაკუთრებით შუა კორიდორის პრინციპიდან გამომდინარე, სადაც სარკინიგზო გადაზიდვებს ეძლევა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ გქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც საფუძველი ჩავუყარეთ სამომავლო თანამშრომლობას. მჯერა რომ ჩვენი თანამშრომლობა რკინიგზის მიმართულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც საშუალება ახალგაზრდების ნიჭის რეალიზებისთვის და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის. ამავდროულად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩინური ენა და კულტურათა შორის გაცვლა გახდეს ორ ხალხს შორის ხიდი და დამაკავშირებელი რგოლი. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრა გამართა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებთან. ისაუბრა ახალგაზრდობის როლზე და სახელმწიფო მმართველობის პროცესში მათ ჩართულობაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გარემოში დგას. სტუდენტებმა პარლამენტის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. საკმაოდ სერიოზული და საინტერესო შეხვედრები აქვს ამ ორგანიზაციას თარგობრივი სხვადასხვა თემატური მიმართულებებით. დღეს იყვნენ პარლამენტში საკმაოდ ბევრი, ჰქონდათ შეკითხვები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რასაკვირველია. ეს ყველაფერი ეხმარება მათ ჩამოაყალიბონ თავის ხედვა, თავის პოზიცია ამა თუ იმ პროცესთან მიმართებაში. შეხვედრა იყო ინფორმაციული და მნიშვნელოვანი. შედეგად სტუდენტებს აუმაღლდათ ცნობიერება სხვადასხვა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე ზეგავლენას იქონიებს მათ არაფორმალური განათლების განვითარებაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღესდღეობით. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით მშვიდობებით, ახლა კი ეთერს უთმობ სპორტს. არ გადართოთ, რამდენიმე წამში ლაშა დვალიშვილის სპორტის სიახლოვებით გელოდებათ.